მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. დღეს ჩვენთან ერთად არის ბათუმის დინამოს მთავარი მცველი გიორგი ჭიაბრიშვილი. მადლობა დათმობილი დროისთვის. მადლობა თქვენ. მანამ სანამ დავიწყებთ ძალიან საინტერესო თემებზე საუბარს, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ეს ვიდეო მოიწონოთ და წავედით. ველოდებით ძალიან გულწრფელ ინტერვიუს, ბევრი საიკითხე რომელზეც საუბარი თქვენ ძალიან დიდი ხანი არ მისაუბრია. პროექტში 2024 წლის შეჯამებით დავუწყოთ ქართული ფეხბურთისთვის და პირად თქვენი საქმიანობისთვის. მოგესალმები მაყურებელს. 24 ფიქრობ რომ ჩვეულებრივად საკლუბო ფეხბურთი არ მგონია რომ რაღაცა წარმატებული ყოფილიყოს ქართული ფეხბურთის, მაგრამ სანაკრებო ძალიან კარგი წელი იყო. 21 წამდე ნაკრებიდან დაწყებული ეროვნული ნაკრების უყოდას გამოსვლა ეს ახალგაზრდული ნაკრებები. მე ვფიქრობ რომ სანაკრებო წელი ძალიან კარგი გქონდა და ეს პირველი პრეცედენტი რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხდით 21 წამდე ნაკრებით უკვე არა როგორც მასპინძლები არამედ მოვიპოვეთ ეს აგზორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ჩვენთვის რომ მომავალი ძალიან კარგი არის სანაკრებო და ვფიქრობ ამ სანაკრებო ფეხბურთს საკლუბო ფეხბურთის მიყვება, რასაც ჯერჯერობით დიდი ხანია ველოდებით, როგორც მაყურებელი გულშემატკივარი ჩვენ საფეხბურთო ოჯახი. 2023 წელს, როცა ბათუმის დინამო გეგუჩაძემ დატოვა, გუნდის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად თქვენ განიხილებოდით, ზუსტად ვიცი, რომ ჩასულიც იყავით ბათუმში და შეხვდით გუნდის პრეზიდენტს, თუმცა სამწუხაროდ კი არა და მოულოდნელად ანდრეი დემჩენკო დაინიშნა გუნდის მწვრთნელად რა მოხდა მანდ რო გითხრათ და ზოგადად თქვენ თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვეთ შეიქმნა მწვრთნელთა პროფკავშირი სადაც იყო საუბარი რომ თქვენ არაპირებდით ისეთ გუნდში წასვლას მწვრთნელები რომელთაც არ იქნებათ კონკრეტული ხედვა რაღაც განვითარების გზა მე ესეთი რაღაც მაინტერესებს თქვენ რა იყო მიზეზი რის გამოც დათანხმდით ბათუმის დინამოში მუშაობას დიდხანი პაუზა უმუშევრობის გამო თუ ბათუმის დინამომ რაღაც ღირებული პროექტი წარადგინა თქვენთვის რამაც იმზიდველი გახადა თქვენი თანხმობა ბათუმის დინამოსთან. პირველ რიგში ჩემთვის მთავარი არის დავინახო მომავალი რა არის. ბათუმის მომავალი მე მესახება რომ ბათუმს მომავალი აქვს და ბათუმს აი ამ გრძელვადიან პროექტში რასაც ჩავერთე ხელმძღვანელობასთან ერთად ეს არის სამწლიანი გეგმა, რომელიც პირველი წელი უნდა დაუთმოთ გუნდის შენებას, დასტაბილურებას, ძალიან რაღაცა სხვანაირი წელი იყო, ვერ ვიტყვი, აი როგორ ზუსტი ფორმულირება ამისი ძალიან კარგი საწყისი რაღაცა მომენტები იყო, უცებ მე ჩავარდნა დიდი, ძალიან დიდი ქაოტური იყო ეს წელი და 23 ფეხბურთელი არის, რომელიც ახლა 24 წელში მის დატოვა გუნდი და ახლა ამ ხელა რაღაცის შემდეგ ძალიან რთულია გუნდის პირდაპირ რაღაცა შედეგზე საუბარი დავიწყეთ ეს პირველი წელი უნდა მოვემზადოთ იმისთვის რომ გუნდი შევკრათ, ახალი გუნდი კეთდება 11 ახალი ფეხბურთელი მოვიყვანეთ, ამდენი წასული ფეხბურთელი ამდენ ხნიანი ხა ბათუმის დინამო არ იყო მიჩვეული ხო მე-4 ადგილზე გასვლას ევროტურნირების მიღმა დარჩენას და ეს ყველაფერი ცოტა რთული პროცესი არის რომელსაც მე იმიტომ მოვკიდე ხელი რომ ამ გრძელვადიანში რომ აი პირველი წელი რომ მოვამზადოთ ეს გუნდი იქნებ მოვიპოვოთ ევროტურნირის საგზური შემდეგ უკვე გავამყაროთ ეს გუნდი და უკვე რაღაცა რო გამოჩდება უკვე ამ რაღაცას ჩონჩხი ესე რომ ვთქვათ გუნდის და დავამატოთ უკვე შემდეგ წელს რაც დაგვაკდება ის დაგვაკდება ის ფეხბურთელები ეს ყველაფერი ბათუმში მესახება რომ შეიძლება იმიტომ რომ ბიუჯეტიდან გამომდინარეც ქალაქიდან გამომდინარეც და ის მაყურებელი ის არენა რომელიც ივსება და რა ატმოსფეროცა მე ვფიქრობ რომ გამორჩეული არის ბათუმში ეს იყო ჩემი ყველაზე მთავარი მიზეზი ამ ნაბიჯის გადადგომის მე აქ სიმართლე გითხრათ რა გუნდებშიც მიმუშავია ახლა ხო არ დაუბრუნდები იმ გუნდებში არ იყო ახლა ჩემი არც სურვილი და არც გეგმა რომ იქ ყოფილიყავი საიდანაც წამოვედი ხო და ახლა ეს რო გადავხედოთ რომელ გუნდ შეუძლია საკლუბო დონეზე რაღაც წარმატების მიღწევა მე ესეთი მესახება ბათუმი იმიტომ რომ თვითონ კიდევ ერთხელ ვიძახი რა ეს რეგიონი აჭარის ბათუმის ქალაქის გულშემატკივრის ხელმძღვანელობის
სულ ყველას ჩართულობა ამ ფეხბურთში როგორ უყვართ, ეს იმდენ რაღაცას იძლევა, რომ შეიძლება აქედან ამ გრძელვადიან პროექტში იმის გაკეთება არის სურვილიც. მე პირველად როდესაც დავიწყე მცნობა, მაშინაც მქონდა, დღემდე ეს სურვილი დამრჩა, რომ ქართული გუნდით ევროტურნირებზე მე ვიყო მონაწილეობა და ამის აი ამ სამწლიან ჭრილში რაღაცა კონტურები ჩანს. მე უკვე შევხედავ თუ როგორ იქნება, რა იქნება, რა გამოვა, ეგ უკვე სხვა საქმეა, მაგრამ თუ რატო გადავდგე ეს ნაბიჯი, ეს არის ჩემი პასუხი, რომ აქ ჩანს. აქ არის პოტენციალი. რა გამოვა პოტენციალი შეიძლება დარჩეს პოტენციალად და რაღაცა ვერ შევძლო, მაგრამ შეიძლება ის შეძლო, რაც მე მგონია, რაც ჩაფიქრებული მაქვს, რაც თავში მაქვს, შეიძლება განვახორციელო ეს ცხოვრებაში და ამის საშუალება ბათუმში არის. 2018 წელს როცა არჩილ ბერიძე მოვიდა ბათუმის დინამოში, ძალიან ამბიციური პროექტი შენება დაიწყო და გულშემატკივრმა მართლა დაიჯერა, რომ ეს იყო ის გუნდი, რომელსაც შეეძლო ევროტურნირებზე გასულიყო. ჯერ კიდევ როცა ანგისის ბაზა ივსებოდა, შემდეგ უკვე ბათუმში ახალი სტადიონი, სამწუხაროდ ეს შეიძლება ჩემპიონატი აზრია, თუმცა სამწუხაროდ ეს ვთქვი, რომ იმ ამბიციური პროექტიდან აღარაფერია დარჩენილი. ახალი არის რაღაც გასაკეთებელი, რაც თქვენ თქვით, რომ რაღაც ახალი შენება უნდა დაიწყოს. ის ამბიციური პროექტი მორჩა. რასაც ისიც მეტყოლებს სამწუხაროდ, რომ გულშემატკივარი, რომელიც ავსებდა სტადიონს, დღეს ვეღარ ავსებს. აქ ის კი არის, რომ გუნდი შეიძლება აგებდეს ან მეხუთე ადგილზე გადიოდეს. გუნდი როცა მეორე ლიგაში იყო, მაშინაც ავსებდა სტადიონს. თქვენი აზრით რეალურად აი ამ წელს რა იქნება ბათუმის დინამოს მაქსიმუმი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარეც და რეალისტური შეხედულებებიდან გამომდინარეც. აი წელს რას დაეცემა მთავარი ყურადღება? ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ეხლა აი ამ გადმოსახედიდან რომ თქვა წელს ევროტურნირის მოპოვების შემთხვევაში ეს იქნება თასის მოპოვება თუ სამეულში მოხვედრა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთულია ახალი გუნდის გაკეთება და ამავდროულად რაღაცა შედეგის დადება, მაგრამ მე მგონია, რომ ეს შედეგი არის უკვე თუ ჩვენ ევროტურნირის წელს მოვიპოვებთ ამ გუნდით. როგორც დავიწყეთ ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ ეს იქნება შედეგი, იმიტომ რომ რთული პროცესია. არ არსებობს, რაც უნდა დიდი თანხები იყოს და უამრავი მაგალითია, რაც უნდა კარგი ფეხბურთელები მოყავდეს ერთ წელიწადში. ბევრი ფეხბურთელის მოყვანით და ბევრი ფეხბურთელის გაშვებით იმხელა რაღაცა პროცესია ეს, რომ ადვილი არ არის ამ შედეგის დადება და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება შედეგს მივახცევთ და ევროტურნირის საგზურს მოვიპოვებთ. ამ გუნდს ახლა ვერ ვიტყვი, რომ მარტო სამეულში გასვლის შანსი აქვს. შეიძლება ესეც ვერ მოვახერხოთ, მაგრამ შეიძლება ჩემპიონობა მოვახერხოთ. ამიტომ მე ჩემი გუნდის თვითონ ბოლომდე რესურსი არ ვიცი. ძალიან ცოტა დრო გასული, იქიდან მისთან ერთადაც დავამთავრე ჩემპიონატი. ძალიან ცოტა თუ დარჩა იქიდან ფეხბურთელები, ძირითადი ბირთვი და გუნდი დაშლილია, წასულია და ამიტომ ახალი ფეხბურთელებიდან ბოლომდე არ ვიცი რას ველი. მაგრამ მე იმედი მაქვს, ჩვენ რომ ისეთ გუნდს ვაკეთებთ და უკვე აი ამ ხანაგური თამაშებიდან გამომდინარე, აი ამ მომზადებიდან გამომდინარე შედეგი რა თქმა უნდა გულშემატკივრისთვის ცუდია, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალი ახლა რასაც ვერ არ გვეყოფა დრო ვისაუბრო, რომ დღეს შედეგი არ არის ამ ხანაგურს მოიგებ თუ არა. დღეს გუნდი ჩანს, რომ აი ამ მიზნებისთვის ევროტურნირის მოსაპოვებლად რომ იბრძოლოს, ესეთი გუნდი გვეყოლება. პლუს ამას მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ აქ არ არის აუცილებელი და არ არის ის, რომ შენ თასიდან მოიპოვებ თუ ჩემპიონობიდან თუ მეორე ადგილიდან. ეს ზუსტად ეხლა არ ჩანს. მაგრამ მე მინდა სურვილი მაქვს, რომ ბათუმის დინამო ისეთი გახდეს, როგორი ამბიციური ტურნირი ჰქონდა არჩილ ბერიძეს, რითიც დაიწყო გია გეგუჩაძესთან ერთად, როდესაც მეორე ადგილზე გასვლას უკვე შედეგად არ უთვლიდნენ გულშემატკივრები რა. ეს იყო ძალიან დიდი პროექტი, ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო გაწეული. ბერიძესის, გეგუჩაძესის, გულშემატკივარის, ამ სტაფის და მთლიანად კლუბის. და დღეს ეს არ არის, დღეს რაღაც დრო ჭირდება ამას და მე ვფიქრობ, რომ ეს დრო ჩვენ მოგვეცემა, რომ ისეთი გუნდი გავხდეთ, როგორც იყო ბათუმის დინამო. ევროტურნირებზე ხა მაშინ მესმოდა არჩილ ბერიძეს განცხადებებიც მახსოვს, რომ აუცილებლად ჯგუფში შესვლას უკვე მარტო რაღაცა დრო და რაღაცა აი საქართველოში კარგ პოზიციაზე ყოფნა არ შორისა.
ჯგუფში შესვლას სტაბილურობა დრო უნდა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად დიდი თანხები უნდა და მე მესმის იმ ადამიანების, რომელსაც არ მოწონს სატრანსფერო პოლიტიკა, არა მგონია რომ ვინმეს ჭირდებოდეს ამის თქმა, რომ ჩვენც გვაქვს გემოვნება რა, მეც მესი მომწონს და მეც შემოქმედებით ფეხბურთი და ინიესტა მომწონს ძალიან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, იმას ვაკეთებთ, იმ ტრანსფერებს ვაკეთებთ, ისი ფინანსურიც და არაერთხელ მithქოს, მარტო ფინანსურზე არ არის. კარგი ფეხბურთელებთან მქონია მოლაპარაკება, რომელსაც შეგიძლია რომ ფინანსურად რაღაცა დააინტერესო, მაგრამ იმას წასასვლელი სხვა ქვეყანაში აქვს, სადაც უფრო პრესტიჟულია ის ჩემპიონატი და იქ მიდის. რაზე ვსაუბრობთ, ხო? საქართველოში 17 წლის ფეხბურთელებს ვეღარ ვინარჩუნებთ, გარბიან ევროპაში და როგორი ახლა ევროპიდან კარგი ფეხბურთელი საქართველოში ჩამოიყვანო, რთულია. გულშემატკივარს ეს ახლა მინდა რომ მე ჩემი მხრიდან უთხრა, მაგრამ შეიძლება არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი იმისია, რომ მაქსიმუმი მოგთხოვოს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ეს არ ხერხდება არა მარტო ფინანსურის გამო, იმიტომ რომ ჩემპიონატი გვაქვს ესეთი, იმიტომ რომ იქ რა ქვია იმ ევროპულ გუნდებში ვინც თამაშობს, იმათ უფრო კარგ ჩემპიონატებში თამაშის სურვილი აქვს და კიდევ ერთხელ ვიწევ ქართულ ფეხბურთელებს აქვს სურვილი და გარბიან ვერ ინარჩუნებ 17-18 წლის ფეხბურთელებს და ამიტომ ეს ის პროცესი არის, რომელიც ართულებს ზოგადად ისეთი გუნდის გაკეთებას, რომ ევროტურნირებზე მოხვდე. სხვა ქვეყნები ახერხებენ. იმაში აი თუნდაც აი ყველაზე აზერბაიჯანს კი რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს, იმას არ შევეხები. აი თუ თქვენ სომხები როგორ ახერხებენ, რომ სომხებმა ეხლა მოახერხეს, რაღაც სამუშაო გააციეს, კარგი სამუშაო და ეს სტაბილურობა ჯერ ხო არა, ჩვენ მოახერხეთ ეს ძალიან დიდი ხნის უკან, ხო, ერთჯერადად რა. მეორე, სასომხეთში გააკეთეს ეხლა დიდი ამაზე ვსაუბრობ, რა გექნება თანხობრივად და კიდე მეორე არის, რომ რაღაცა არის, რომ დაემთხვა ბევრი რაღაცა, რომლებიც რაღაც დიდი ფული გადაიხადეს, კარგი ტრანსფერები გააკეთეს, კარგი მწვრთნელი მიიყვანეს და ის რაღაცა თანხwebdriverში ყველაფერი ერთად მოხდა და ეს შედეგი დადეს. ეს შედეგი ჩვენ კიდევ ერთხელ ვწახით დავდეთ გეგუჩაძეს დროს დინამოში რო იყო, გავიდა 10 წელი იმის 10 წლის უკან იყო ეს თუ მეტი, ხო? მეტი გავიდა. ხო და იმის შემდეგ ვეღარ ვახერხებთ. ამიტომ აზერბაიჯანის სხვა რაღაც არის, ერთი გუნდია ყარაბაღი, რომელმაც 17 წელია თუ არ ვცდები, ერთი და იგივე მწვრთნელი ყავს, ენდო, თავისივე მწვრთნელი, იქაური აზერბაიჯანელი უამრავი საშუალებებით და ამ ადამიანმა ეს სტაბილურობით ეს გუნდი გააკეთა, რომელიც აი სტაბილურად კარგად გამოდის. ესეთი სხვა ახლა მე სასამართლოს გუნდები ჯერ არ მინახავს, თუ ამას მოახერხებენ, რა თქმა უნდა, მისაბაძე იქნება და ჩვენც იგივე გზას უნდა დავადგეთ. ესე იგი, ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ ამას. ჩვენ ჯერ ესეთ ტრანსფერებსაც ვერ ვახერხებთ და ყველაზე მთავარი არის ჩვენი მთავარი ჩემი აზრით გზა ის არის რომ ქართველი ფეხბურთელებს შეუქმნათ ის პირობა რომ არ გარბოდნენ 20-21 წლამდე მაინც ვინარჩუნებდეთ კარგ ფეხბურთელებს რომლებიც შედეგს ხარისხს დადებენ იმიტომ რომ ჩვენი ტრანსფერები ახლა რაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა შევხედოთ სულ თავისუფალი აგენტის გარშემო ვტრიალებთ ხო უნდა ჩამოიყვანო თავისუფალი აგენტი ხა ჩვენი საშუალებები კლუბებს არ აქვსო ფეხბურთელი იყიდონ ეგეც პირველი ხარისხის თავისუფალი აგენტები ვერა ხო და ზოგადად თავისუფალი აგენტი ხო იშვიათი რაღაც რატო უნდა დარჩეს ადამიანი უგუნდოთ თუ ყველაფერი რიგზია კარგი ფეხბურთელია ჯანმრთელად არის ჩავარდნა არ აქვს მაშინ ეს ხო თავისუფალი არჩევა მაშინ ის სხვა ქვეყნის გუნდები და ეს რატო ყიდულობენ ფეხბურთელებს იმიტომ რომ ის ხარისხიანი ფეხბურთელი სულ კონტრაქტით არის და გიწევს ყიდვა რა და ჩვენ გვიწევს აი ესეთი ტრანსფერების გაკეთება და მე არის გამართლება რა ძალიან დიდი ზოგ ქვეყნის გუნდებს უმართლებს ზოგს არ უმართლებს ჩვენ ამ შემთხვევაში ჩემპიონატიდან გამომდინარე ძალიან გვიჭირს რომ ძალიან დაბალი ისა გვაქვს ტემპი ძალიან რაღაც არა ისეთი ევროპასთან ახლოს არა ვართ ამ ფიტნესით პლუს ეს ტრანსფერები გვაქვს პლუს კარგ ფეხბურთელებს ვერ ვინარჩუნებთ ქართველებს და ეს ყველაფერი ერთად იძლევა აი ამ შედეგს რაც გვაქვს მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წარმოდგენია კომპანია აჭარაბეთი ისინი გვეხმარებიან რომ ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ადგილებში თქვენთვის და გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები მადლობა აჭარაბეთ ჩვენი გვერდში დგომისთვის. რამდენად ყვაყოფილი ხართ ამ სატრანსფერო ფანჯერაზე გუნდის აქტიურობით. ნუ ესმის რომ რა თქმა უნდა თქვენ თავადაც უბრალოდ მესი მოგწონთ, ინიესტა მოგწონთ, გემოვნება გაქვთ. იმ რესურსთან გამომდინარე გუნდს რა ფინანსური შესაძლებლობებიც აქვს
ვინც გსურდა თქვა ჩამოწელი, ვინც ყავდათ არჩეული, რამდენად მაქსიმალურად ის ფეხბურთელები მოვიდნენ გუნდში. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, როცა რაღაც დრო გადის, შემდეგ ჩვენები იძახიან, რომ აი ის ფეხბურთელები, რომლებიც მინდოდა ვერ მოვიდნენ გუნდში. როგორი რაღაცა, ჯერ ვინც გუნდში მოვიდა, ყველა ჩემ გარეშე არავინ არ მოსულა. მეორე ძალიან ისეთი აქტიურა კლუბმა, ძალიან ისეთი მომენტი იყო, რომ რაც შესაძლებლობა იყო, არა მარტო კიდევ ერთხელ ვიძახე, ფინანსურის იყო ბევრი ისეთი მომენტი, სადაც ფინანსურად შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთელს არ უნდა და იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც მე მინდა და კონტრაქტით არიან ახლა უკვე სხვა კლუბებთან, ქართველი ფეხბურთელები და მინდა რომ აქ იყვნენ ჩემთან, მაგრამ ვერ არიან, მაგრამ ეს ახლა რაც გავაკეთეთ, ეს სატრანსფერო ეს მომენტები, რაც ფეხბურთელები მოვიყვანეთ, არის რამოდენიმე ფეხბურთელი, აი მაგალითად თავდასხმელი გიტის გამოყოფ, რომელიც თამაშობდა, ჯამთელია, ყველანაირად ის ქონდა, რა ქვია, სეზონი ქონდა და მოვიყვანეთ. ნაკრების წევრია და მოვიყვანეთ. მადრიჩენკო ნაკრების წევრია, თამაშობდა, არ იყო გაჩერებული, რომელიც მოვიყვანეთ და აი დანარჩენი ახლა რო ავიღოთ, ყველას რაღაცა პრობლემა ქონდა. ზოგს ჯამთელობის ზოგს უთამაშებლობის, ზოგს რაღაცა კონფლიქტი კლუბში და გაჭერებული იყო რაღაცა პერიოდი და რატო წავედით ამ გზით რა? ამ ფეხბურთელებს ვინც მოვიყვანეთ, ყველას რაღაცა პოტენციალი ჩანს რა და ჩვენ ახლა გქონდა ეს მოსამზადებელი პერიოდი, უფრო გათვლა გვაქვს იმის რომ მოემზადებიან ამ გუნდში ყველა ვარიანტში, ყველა ახალ ფეხბურთელს დრო ჭირდება რომ გუნდთან კარგად ჩაჯდეს, რაღაცა პერიოდი, თვეები ჭირდება, ზოგს ნახევარი წელი ჭირდება, ზოგს ცოტა მეტი, ზოგს ცოტა ნაკლები და ამიტომ ჩვენ უფრო იქითკენ გავთვალეთ, რომ ეს ფეხბურთელები ვისშიც პოტენციალი დავინახეთ და ვინ შეგვეძლო რომ მოგვეყვანა რა და ესეთი ტრანსფერები გავაკეთეთ, შეიძლება დღეს არ არიან 100%-ით მზად და დღეს არ არიან სიტყვაზე იმისთვის მზად რომ ითამაშონ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ მოსამზადებელზეც იმდენი დრო გვაქვს რომ მოვამზადებთ თუ არა და დროთა განმავლობაში სეზონში უკვე წამოგვეწევიან, მზად იქნებიან და ჩემი აზრით ისეთი ლეგიონერები არიან რომ ყველა გუნდს კონკურენცია შეუქმნით რა. ლაზარე კუპატაძის გუნდში მოსვლა იყო საკმაოდ ხმაურიანი სოციალებში. თავად ლაზარეს როცა ვესაუბრე, თქვა რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გუნდში დაბრუნდა, ვის გამოც ხართ თქვენ. თქვენ რის თქმა შეგიძლიათ მის გუნდში მოსვლასთან დაკავშირებით, ლაზარესთან დაკავშირებით, ლუკა ხარატიშვილი ყავს, რომელსაც წინ ევროპის ჩემპიონატი ელის ჩვენს ქვეყანასთან ერთად და ასევე ლაზარე, რომელიც დარწმუნებული ვარ, სკამისთვის არ მოვიდოდა გუნდში, სკამზე ჯდომისთვის. როგორ განაწილდება სიტუაცია? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ლაზარეს ჩემთან ყოფნის სურვილი ქონდა, იმდენად, რამდენადაც მე ყოველთვის მაქვს, რომ ლაზარე იყოს ჩემ გუნდში, სადაც ვარ და სადაც მეძლევა ამის საშუალება, ყოველთვის ამას ვცდილობ, რომ იყოს, იმიტომ რომ არის ძლიერი მეკარე. იქიდან დავიწყოთ, პიროვნებასო თავი დავანებოთ და ძლიერი არის თავის საქმეში ძალიან და ძალიან დიდი დრო არის ბავშვობიდან რაღაცა ძალიან ახალგაზრდული ასაკიდან ჩემთან არის და ვიცი, ყველაფერი ვიცი და მე მგონია რომ ეხლა იყო იმის საშუალება მომეცა რომ ისევ თავის სიმაღლეს დაუბრუნდეს. როგორც მეკარე, ძალიან კარგი მეკარეა, გამორჩეული მეკარეა და ამას მე ვფიქრობ ბათუმთან ერთად დაამტკიცებს კიდე. რაც შეეხება ლუკას ხარატიშვილს, მას არც აქამდე ჩემი მოსვლით ხელი არ შეშლია, არც ეხლა მე ვთქვი რომ ახალგაზრდა ნიჭიერ და ძლიერ ფეხბურთელებს გუნდში დიდხანს ვერ ინარჩუნებს ქართული გუნდები და ამიტომ ჯერ მისთვისაც ცუდია რომ კონკურენციის გარეშე იყოს და ძლიერი მეკარე არ იდგეს მეორე რომელიც უტონუში ამყოფებს პლუს არანაირი პრივილეგია არც ლაზარეს არც მას არ ექნება და სულ იქნება ეს მომენტი რომ მეტი უნდა გააკეთონ რომ ითამაშონ ლუკა თითქმა ყოფილი ვარ და ნაკრებისთვისაც მზად იქნება უცებ რომ ამოუწურო ეს ყველაფერი და მე ნაკრების თამაშების შემდეგ თუ შევინარჩუნებთ გუნდში იქნება და გავაგზელებთ ერთად თუ ვერ შევინარჩუნებთ და მიხედავს თავის გზას იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ლუკასნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელები ძლიერი ფეხბურთელები და რომლებიც ნაკრებში არიან მოგეხსენება დიდხანს საქართველოში ვერ აჩერებ. მიმდინარე წლის საფუძვლში გოლდება ევროპის ჩემპიონატი. რა მოლოდინი გაქვთ
თქვენ პირადად უკავია ჯგუფში პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთით ვიწყებთ. რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ თამაშს? არ ვიცი, ის მოლოდინები სულ ისეთი მომენტია რა ჩემთვის. არ მაქვს ხოლმე არაფრის მოლოდინი. იქიდან რომ დავიწყოთ, რომ არც 21 წლამდე ნაკრების, არც ეროვნული ნაკრების მოლოდინი არ მქონდა, რომ ამ ხელა შედეგს მიაღწევდნენ, მაგრამ დადეს ეს შედეგი. ამიტომ დღეს უკვე ჩვენ ნაკრებზე მე ვერ ვიძახი, რომ ვიღაცა არის ჩვენზე ძლიერი, კი არის ფავორიტები, ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ კონკრეტულ თამაშებზე რო გადიან მინდოზე ჩვენი ნაკრები არ ვიცი რა შედეგს დადებს. ამიტომ მე მგონია რომ ყველასთან შეგვიძლია თანაბარ ბრძოლაში ვიყოთ, ყველასთან შეგვიძლია რომ ჩვენ გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ეს არის ჩემი პასუხი. უბრალოდ გააჩნია თვითონ როგორ შეხვდებიან ამ თამაშებს. ტრამვებით მომზადებული ნათამაშებები არა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ როგორ იქნება თავის ოპტიმალურ ფორმაში და წინაზე ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ყველა შევხვდით ნათამაშები, უტრამვოთ, ყველა ოპტიმალურ ფორმაში და რა შედეგიც დავდეთ, კი ყველა ნახა და ალბათ იმედოვნებ რომ წესაც ესე იქნება. მეგობრებო, ჩვენს ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს New Balance-ი. შეგახსენებთ, რომ New Balance-ის ნებისმიერ ფილიალში თუ საფეხბურთო კოლექციის შეძენისას გამოვიყენებთ პრომოკოდ GEOTEAMS, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას New Balance-ის საფეხბურთო კოლექციაზე. ბოლო ერთ წელში ქართულ ფეხბურთში მოხდა ძალიან ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი. შეიძლება ჩემპიონს არ გულისხმობ. რაც ყველაზე ცხელი და ახალია, ცხელი ყო არა ცხელია, მაგით დავიწყოთ. ხვიჩას PSG-ში ტრანსფერი 1-დან 10 ქულიანი სისტემით, 10 ბალიანი სისტემით, რამდენი ქულით შეაფასებდით და რა სიტყვით ამ ტრანსფერზე, ამდენად იდეალური გუნდი არის მისთვის. მე აი როგორი მომენტია ეს არ ვიცი ბალებით როგორ შევაფასო, მაგრამ მე არ მგონია გუნდი სადაც ყვარაცხელია თავის ხარისხიდან გამომდინარე, რომ სადმე შეიძლება რომ არ იყოს წამყვანი, არ იყოს ლიდერი, არ იყოს ძალიან მაგარი. ამიტომ PSG გრანდია. და ეხლა მოხდა გრანჩი, ნაპოლი არ იყო ჩემი აზრით გრანდებში არ შედის, მაგრამ ну ძალიან დიდი გუნდი არის და ძალიან დიდი ტრადიციის და ძალიან დიდი შედეგი ხო დადო. მე ვფიქრობ, რომ იგივე შედეგს დადებს PSG-ში და მე ვერ ვხედავ საერთოდ გუნდს, სადაც მას არ შეუძლია შედეგის დადება მაგხელა, რაც დადო სიტყვაზე ნაპოლიში. კი ბატონო, შემდეგი კითხვა უკვე გიორგი მამარდაშვილზე. გიორგი გადავიდა ლივერპულში, სადაც ამ მომენტში არის ჩემი აზრით სოფლიოს საუკეთესო მეკარე ამ წამს ალისონ ბეკერი. კითხვა აქვს ესეთი, თქვენ როგორც ადამიანი, რომელიც გიორგის მენტალურ მხარეს კარგად იცნობთ, რამდენად არის გიორგი იმისთვის მზად, რომ მენტალურად, თუმცა სათამაშო ხარისხით დარწმული არის და მაგიტომაც იყიდა ლივერპულმა, რამდენად არის მენტალურად მზად, რომ შევიდეს კონკურენციაში ალისონთან და დაატრიალოს ის სიტუაცია, როგორც თქვათ ვალენსიაში მივიდა და სილესენი დახვდა იქ და შემდეგ უკვე ყველა მიცდა რაც გააკეთა. მე მგონია რომ ის გამორჩეული მხარე მამარდასი არის ანუ კეთახმები რომ სპორტული მხარე ძალიან მაღალი დონის, მაგრამ მენტალური მხარე აქვს ძალიან ძლიერი და ერთი მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, იმდენი ხანი იჯდა სკამზე, იმდენი უთამაშებელი წელი გაატარა საქართველოში ბავშვობიდან. მეწილად სკამზე იყო რა, რომ შანსი რომ მიეცა, სულ სხვა რაღაცა დაანახა ყველას რა. იყო გამართლება იქ შეკრებაზე წასვლის დროს თუ გახსოვთ, ტრამვა იყო ერთის მეორის რაღაც და პატარა შანსი მიეცა და დადგა. თუ დადგება ეგ შანსი არ გაუშვებს, თავარია იმ კარებში დააყენონ. და მე მგონია რომ მას ძალიან ძლიერი მხარე ეს აქვს, მენტალური და რაღაცა ისეთი შემართების არის და ისეთი ყველაზე რთული რაღაცების გადალახვა შეუძლია. მაგალითად დიდი ხნის უთამაშებელი იყო ძალიან და პირველი თამაში დავაყენეთ ლოკომოტივში ერთად როცა მუშაობდით და ძალიან დიდი შეცდომა იყო რაღაცა უხეში გაუშვა ბურთი და ალბათ უმეტესობა დაინგრეოდა რა. მან რაღაც ბურთს მოკიდა ხელის, რაფად შეიყვანა, გუნდ შეძახა რომ დროზე თამაში გავაგზავნოთ რომ მოვიგოთ. ანუ მან ჩანდა უკვე რომ ეს ბურთები აიღო მაგ თამაშშივე. კი და აი მან უკვე ჩანდა რომ აი სხვა რაღაცა აქვს. მე მგონია აი ზუსტად ეგ მაგის დანახვა იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი.
უმეტესი მეკარეც და ფეხბურთელის დაინგრევა, როცა ამდენი ხანი შანსელოდები, მოგეცა შანსი და რაღაც ასწაული შეცდომა დაუშვი და დაისაჯა გუნდი მაგის გამო რა და ეს არ დაინგრა, იმიტომ რომ სხვანაირი ბიჭი არის და ყოველი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა ამ ყველაფერს და მზად არის ხა მე არ მგონია რომ მას შანსი თუ მისცეს და კარში დადგა რომ მან ეს რაღაცა ხელიდან გაუშვეს. ანუ და ბოლო კითხვა მექნება ესეთი ძალიან ბევრი ბათუმის დინამოს გულშემატკივრები გვიყურებს დარწმუნებული ვარ, რომლებიც ახალი სეზონის დაწყებას ძალიან დიდი მოლოდინებით ელოდებიან. რა იქნება თქვენი დაპირება, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ბრას მიაღწევთ ეს თქვენ ყველაზე მეტად გინდათ რომ იყოს საუკეთესო შედეგი. რა იქნება თქვენი დაპირება ბათუმის დინამოს გულშემატკივართ? მე რას პირდები რომ დავიხარჯები ბოლომდე ჩემს ტავთან ერთად, გუნდთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ლამაზი კარგი თამაშები ბაჩუკო გულშემატკივარს. უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა რომ ბათუმის გულშემატკივარმა იცოდეს რომ ამ ცდას და ამ შემართებას არ დავაკლებთ, მაგრამ იცოდნენ რომ რასაც ვერ გავაკეთებ, აი პირადად მე აი რაღაცას რომ ვერ გავაკეთებ, მარტო მათ შეუძლიათ რომ იმაზე მეტი გამაკეთებინო, რაც ვერ გავაკეთებ. და თუ ეგენი თუ ჩვენი გულშემატკივარი შეძლებს და ამას გაითავისებს რომ ხანდახან ჩვენს გვჭირდება დახმარება, აი მაგ კუთხით რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, თუ ყველაფერი კარგად არის, ალბათ შეიძლება არ ჭირდებოდეს ადამიანს რა, გვერდში მდგომი გულშემატკივარი, ვიღაცა ვინც ხელს გაუწოდებს, მიაწვება, გიბიძგებს და აი იმ დროს როცა რაღაცები არ გამოგდის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ ხალხი არის, რომ ჩვენ არ მოგცეს იმის შანსი, რომ რაღაცები არ გამოგვივიდეს. ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. მადლობა თქვენ. ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ. ვისურვებთ წარმატებულ სეზონს და ქართულ გულშემატკივრის გახარებას პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველა გულშემატკივარი, ვინც შეესაძლო საქართველოს სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, როცა საქმე ეხება იმ ოცნებას, რომელიც არის ევროპის ქართული გუნდის თამაში, ყველა არის ბათუმის დინამოს და ყველა ქართული გუნდის გულშემატკივარი. მადლობა. მადლობა მაყურებელს, რომელსაც გვიყურა, გთხოვთ რომ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, მოიწონოთ ეს ვიდეო, დაგვიწეროთ კომენტარებში თქვენს რომელ ადგილზე გავა ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში ბათუმის დინამო. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ნახვამდის.